ამიტომ თუ გაინტერესებს როგორ შეიძლება მომამზადო უგემრიელეს და უმარტივესი საუზმე, აუცილებლად დარჩით ვიდეოს ბოლომდე. მოგესალმებით მეგობრებო. უпростоრად. დილო მშვიდობისა მეგობრებო. შაბათი დილა არის. შვებულების პირველი დღე და რა უნდა გავაკეთოთ თუ არა უგემრიელეს და უმარტივესი საუზმე. ჩვენი უმარტივესი საუზმისთვის დაგვჭირდება კვერცხი და ლავაში, მაგრამ დღეს შემიძლია ცოტა გავამრავალფეროვნო და დავუმატო კიდევ სხვადასხვა ინგრედიენტები. გან მარტო ვარ ორ კვერცხს გავაკეთებ, კიდე გამოვიყენებ ხაჭოს და მაწვანს. სანამ გაკეთებას დავიწყებ, არ დაგეზავროს და გამომიწერე, რომ უფრო მეტი და მეტი საინტერესო ვიდეოებისთვის მეტი მოტივაციაც გქონდეს. ჩემი აქტუალური თემები ისევ ეხება სიცხეს, რომელიც არის უკვე აუტანელი და გაუსაძლისი. ამის გამო შუაკვირაში ვერ მოახერხე ვიდეოს გადაღება და ჩაწერა, რადგან უბრალოდ ფიზიკურად არ შემეძლო იმდენად ცხელო და თელი კვირა ჩვენ გაზი არ ჩაგვირთავს. საჭმელი არ გავუკეთები, ანუ ესეთი რაღაცა მე მგონი ძალიან იშვიათად ხდება და ესეც სიცხის ბრალია. ესეთი საყვარელი და სასურველი დღის მონაკვეთი არის ხოლმე დილა. დილა არის ხოლმე ყოველთვის დაკავშირებული რაღაცა ახალის დასაწყისთან და ალბათ მაგიტომ მიყვარს ხოლმე და თან დილის მზე ყველაზე ლამაზი და ესეთი მგონია, რა ვიცი, ყველაზე სასურველი მზე არის ხოლმე ჩემთვის. დიდად რო გითხრათ, მზეში სიარული, მზე და სიცხე არ მიყვარს, მაგრამ აი დილის მზე ყოველთვის ასიამოვნოა ჩემთვის და დილაც და დილის საუკეთესო დასაწყისი კიდე ჩემთვის არის გემრიელი საუზმე. რადგანაც გემრიელი საუზმე ვჭამ ხოლმე, თითქოს უფრო მეტად კარგად მიდის ის დღე და ჩემი დილაც ყოველთვის იწყება საუზმით. ჩემი ლამაზი ყვავილები სადმე რომ გამოვაჩინო, არა? იაკეთებ. არ აქვს მნიშვნელობა სად ვარ, სახლში, სამსახურში, სოფელში დასასვენებლად. ყოველთვის მაქვს ეგ რუტინა, რომ საუზმე არ გამოვტოვო. ჭრებათ ვჭრი. ფეილების გარშე არ გავუნდის. ხოთა შორის რამდენიმე წლის წინ არ მქონდა ხოლმე საუზმის კულტურა. უბრალოდ სამსახურში რო ვიყავი ხოლმე, საუზმეს არ ვჭამდი. პირდაპირ ლანჩით ვიწყებდი ხოლმე და ხოთა შორის ძალიან მიჭირდა ხოლმე, იმიტომ რომ ლანჩამდე საკმაოდ მშივდებოდა და ხასიათზეც მოქმედებდა ეს რა და ორგანიზმზეც რაღაც თავი მტკივდებოდა და ასე შემდეგ. მოკლედ და ამის მერე აი უკვე ალბათ 1 წელზე მეტი ან 2 წელი შეიძლება იყოს, საუზმე არ გამომიტოვებია და ჩემი დილაც სამსახურში იწყება ხოლმე საუზმით. მივდივარ ძალიან ადრე. როცა მივდივარ, სანამ თანამშრომლები მოვლენ, სანამ ფუსფუსი დაიწყება ოფისში, ჩემი რუტინა არის ხოლმე საუზმის რუტინა. სხვათა შორის მრავალფეროვანი საუზმეები მაქვს ხოლმე ხან, მხოლოდ ხაჭოს ვჭამ ხან, სახლიდან წაღებულ კვერცხს და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც ჩემი ყველაზე საყვარელი საუზმის ტიპი უკავშირდება კვერცხიან საუზმეს. ანუ შეიძლება იყოს ეს ყიყლიყო, შეიძლება იყოს ისე შემწვარი ან თოხლოდ მოხარშული კვერცხი. ნუ არ აქვს მნიშვნელობა, იქ კვერცხი რო ფიგურირებს უკვე ჭერთვის კარგი საუზმეა. და სხვათა შორის საუზმეს რაც შეეხება, ტკბილი საუზმე დიდად არ მიყვარს რა. ანუ საჭმლის გემო უნდა გქონდეს და საჭმლური უნდა იყოს და ამიტომ მიყვარს ალბათ კვერცხიც, რომ ყველაზე იდეალური გამოსავალი და მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი არის ხოლმე კვერცხი და ნუ კვერცხს შეწყავ მარტივად და უკვე საუზმეც გემრიელია. მოკლედ კვერცხს ავთქვებ. დავამატებ ხაჭოს. რადგან აღმომაჩნდა, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ყველით, ძალიან მოუხდება და წელვადი გახდება, როცა გამოვაცხობთ. ცოტა ხაჭოს დავამატებ. ასევე მაწონსაც დავამატებ. მე ხო ძირითადად ექსპერიმენტული სამზარეულო მაქვს, არ ვიცი რას, რამდენს, რატო და რისთვის უკეთებ ხოლმე რა. თვალზომით როცა აკეთებ საჭმელს, ანუ გააჩნია რა თქმა უნდა საჭმელსაც, შეიძლება რაღაც გამოსაცხობი რაც არის, რასაც თქვათ ზუსტად დოზები ჭირდება და ასე შემდეგ, ის არ გამოგივიდეს, მაგრამ აი საჭმელს, რასაც საჭმელს ვეძახით, დოზებით არასდროს არ გამიკეთებია და არც ვაპირებ რომ გავაკეთო, იმიტომ რომ თვალზომით გონია რომ უფრო გემრიელად გამოდის.
იქ არ იცავ რაღაცა კონკრეტულ წესებს და აი ის ამდენი უნდა უქნა, მწვანილი ამდენი უნდა უქნა, ნიორი 2 კვილი უნდა უქნა. ანუ რამდენიც უნდა იმდენი უქნა. და რამდენიც გინდა იმდეს რომ უშვები, მე უფრო გემრიელი და შენებული გამოდის რა. ათქვეფილ კვერცხში და ამ მასაში უშვები, არ ვიცი რამდენ გრამს, არ ვიცი რამდენ ცალს, თვალოსობით დაჭრილ ლავაშის პურს. ინგრედიენტებს რამდენ რას უშვები, არ გიზიარებ, იმიტომ რომ მეც რეალურად არ ვიცი რამდენს რას უზავ და როდის რას უზავ. თუ გაჩერდება ამ მასაში, უფრო დარბილდება და უფრო კარგი გამოვა მერე. ისაც კარგი ტაფა გაქვთ, შეგიძლიათ ეს ყოველივე ზეთის გარეშეც გააკეთოთ. ან შეგიძლიათ მცირე ოდენი ზეითუნის ზეთი უქნათ, ან ჩვეულებრივი კარაქით შეგიძლიათ უქნათ. მოდი მე გავაკეთებ კარაქში, იმიტომ რომ კარაქი ბევრად ჯანსაღია ვიდრე ჩვეულებრივი ზეთი. და რადგან ზეითუნის ზეთი არ მაქვს, კარაქით ჩავანაცვლებ და ასევე კალორიულობაც კარაქს უფრო დაბალი აქვს ვიდრე ზეთს. ვინც არ ხართ სწორკვებაზე და დიეტაზე, გამოიყენეთ რამდენი შაქარიც გინდათ, რამდენი ცხიმიც გინდათ, რამდენი ცომიც გინდათ, ანუ არ არის პრობლემა. თავისუფლად შეგვიძლია ავირჩიოთ ან ის, ან ეს. რას ბოდავსალო? თავისუფალ სამყაროში არა იმაში ხო. აი ისიც გაზი ჩავთე. სოფლის კარაქი. აი ეს რაოდენობა. მათემატიკა ვისაც გიყვართ, შეგიძლიათ გამოითვალოთ, რამდენი კალორია გამოვიდა. მე ძალიან მიყვარს მათემატიკა. და ეროვნული სკოლები დაიდო სხვათა შორის. გულოთ ავაბიდურიენტებს ვინც ჩააბარა, ვინც ჩააბარა. დაიკიდეთ მეგობრებო, აი დაიკიდეთ რა. აძექით და ის ისწავლეთ, რაც გიყვართ. რაში გამომადგა ეს ჩემი სამაგისტრო დიპლომი? არც კი გამომიტანია. ვერ ჩააბარებთ უნივერსიტეტში, რაიმე ხელობა ხომ მოგწონთ, რაიმის კეთება ხომ მოგწონთ, აძექით და ის კურსები გაიარეთ, იმ კოლეჯებში ისწავლეთ, სადაც ამ პროფესიულ ნიჭს მისცემთ გზას ფართოს. ამდენი სიბრძნე დილიდან არ შეიძლება. ბევრი არ ინერვიულოთ იმაზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ. დამიჯერეთ, ნუ. ვიდეოსთვის რო ვიღებ, მე მგონი უფრო გემრიელი გამოდის. ხარცახურავი. გადავწყვეტე, რომ ჩემი შვებულება დავგეგმო პროდუქტიულად და რას გულისხმობ ახლა ამაში. ვაპირებ, რომ ესეთი კვირა გავატარო სოფელში. და მინდა რომ აუცილებლად Netflix ვუყურო რომელიმე სერიალს, ფილმს, არ იქნება გადაწყვეტილი მნიშვნელობა არ აქვს. ასევე წიგნს ვკითხულობ და მინდა რომ დავასრულო ოდესმე, რადგან მეტროს გარდა ვერსად ვერ ვახერხებ წავიდეთ და მეტროში ცოტა ხანი მიწევს ხოლმე ამის დაკითხვა. და თუ ახალსაც დავიწყებ და მოვასწრებ, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ოდესმე ხოლმე დაიწყო სალომე წიგნების კითხვა. ამიტომ შემდეგი გეგმა იქნება რომ ვუყურო ვიდეოებს, რომელიც უფრო მეტად კარგად მასწავლის ჩემს გრაფიკულ პროგრამებს, რომელიც მინდა რომ უკეთესად ვისწავლო პროფ დონეზე. სამი ძირითადი აქტივობა მექნება, რომელიც აუცილებლად მინდა რომ გავაკეთო. ეს გეგმები, იმედია გეგმებად არ დარჩება და გამოვიყენებ. თქვენ კი სანამ ჩემი საუზმე მზადდება და იწובה, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, რაღაც იმდენია უკვე 200 გადავწდი და ისე მიხარია რომ რა ვიცი, ანუ ძალიან დიდი მიღწევა ჩემთვის. შეიძლება ზოგისთვის ძალიან სასაცილო ციფრებია, მაგრამ ჩემთვის ესეც ჩემთვის ესეც ბევრს ნიშნავს და აი მადლობა მართლა და მეგობრებო, ასეთი გამოვიდა ჩვენი საუზმე. ძალიან ლამაზია. ახლა დავჭრი და განახებთ უკვე ნაჭრებად როგორი არის და ჩაი დავადგი, კარგად ეს და ხილის. ამას დავუმატებ ყინულებს, რადგან ცხელა და ცივ ჩაისთან ერთად მივერთმევ ჩემს საუზმეს. ხაჭაპურივითა. ეს შეგიძლიათ მიერთვათ თქვენთვის ნებისმიერ საყვარელ соусთან ერთად. ყინულები ენჭებში დავასხავ ჩვენ ჩაის. ცოტა დრო დაჭირდება გასაგრილებლად. ჰოი, საოცრებო მარილი და მოვიწყდა. ამ ბოლო დროს ჩემი საყვარელი ინგრედიენტი ხშირად მოვიწყდება და რისი ბრალია არ ვიცი. დილას ყველაზე მეტად ეს უხდება. და ეს. ამ გემრიელ ნოტაზე დაგემშვიდობებით მეგობრებო. თუ მოგეწონებათ ჩემი ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ
და გამომიწერეთ, რათა უფრო მეტი საინტერესო ვიდეო და სასაუბრო თემები შემოგთავაზოთ, როგორც კულინარიაზე, ისე ცხოვრებისეულ საკითხებზე. მადლობა რომ მიყურეთ და კოცნით ყველას.